მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ვიდეოს სასკოლო მზაობაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ვიდეო რაიმე დამრიგებლობით ხასიათის არ არის. პირველ რიგში იქედან გამომდინარე, რომ მე თვითონ არ ვარ ფსიქოლოგი, უბრალოდ პედაგოგი ვარ, რომელიც ძირითადად მაღალ კლასებთან მუშაობს და კი მიმუშავია დაწყებითებში მეორე კლასიდან მოსწავლეებთან, მაგრამ მთლად ამ სფეროს ექსპერტად ვერ გამოვდგები, უბრალოდ მე მყავს შვილი, რომელიც არის სასკოლო ასაკის და გარკვეულ რჩევებს, რომელსაც ვეცნობი, სიამოვნებით გაგიზიარებთ. ასევე სიამოვნებით მივიღებ რჩევებს თქვენგან, ძალიან კარგი იქნება თუ იაქტიურებთ კომენტარებში. სასკოლო მზაობაზე საუბრისას ვითვალისწინებთ შემდეგ კომპონენტებს: ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება და აღქმა. მას ასე, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე? პირველ რიგში მას უნდა შეეძლოს რაიმე მარტივი დავალების დაწყება და დასრულება. მომავალში ვიდეოს სახით შემოგთავაზებთ ასეთ მარტივ დავალებებს. შემდეგი არის დავალებაზე კონცენტრირება 3-5 წუთის მანძილზე. ეს საკმაოდ მარტივი შესამოწმებელია, როცა დავალების ნიმუშებზე ჩავწერთ ვიდეოს, შეგიძლიათ დააკვირდეთ, რამდენად კონცენტრირებულია და რა პერიოდის განმავლობაში. ასევე მას უნდა შეეძლოს 4 ციფრისგან შემდგარი რიგის გამეორება, მაგალითად 1-9-9-2 ან ნებისმიერი სხვა თანმიმდევრობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს სურათიდან ან მოსმენილი ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. ალბათ ასეთი გამოცდილება ხშირად გქონიათ კიდეც, როდესაც ზღაპრებს ყვებით ან რაიმე სურათის აღწერას თხოვთ. ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი დავალებაა რიგიდან რომელიმე ერთი ზედმეტის იდენტიფიცირება. ასეთი უამრავი ნიმუში არის ინტერნეტში და ჩვენ შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ შეეძლოს სიტყვის ბგერითი ანალიზი, ანუ მარცვლება და ასობგერებად დაყოფა. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ბავშვს ძალიან უადვილდება მარცვლებად დაყოფა და ან მარცვლებიდან სიტყვის აწყობა, მაგრამ ასობგერებად დაყოფა ცოტათი უჭირს. ძირითადად კარგად ახერხებს ხოლმე თუ საუბარია 3 ასობგერიან ან 4 ასობგერიან სიტყვებზე. ამის ნიმუშებსაც შემოგთავაზებთ და ივარჯიშებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მზად იყოს ემოციურად დახმარების მისაღებად, რადგან სკოლაში პირველივე დღეებიდანვე თავს იჩენს ისეთი დავალებები, რომლებიც შეიძლება გაუჭირდეს ან რაიმე დახმარება საჭიროებდეს. ასევე სკოლაში მისვლამდე მნიშვნელოვანია ბავშვს ავუხსნათ, რომ შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ გამოუვიდეს და თუ აქამდე ბაღში ბევრ შექებას იმსახურებდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ასე შემდეგ, შეიძლება სკოლაში ყველაფერი იდეალურად არ გამოუვიდეს და ის ამისთვის უბრალოდ მზად უნდა იყოს. სოციალური მზაობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაღალ კლასებშიც კი საკმაოდ პრობლემებია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვს შეეძლოს ჯგუფებთან მუშაობა, წესების მიმღებლობა, თანაკლასელებთან თამაშის სურვილი გააჩნდეს. ასევე მშობელთან განშორების შფოთი არ ჰქონდეს ან ახერხებდეს ამასთან მარტივად გამკლავებას. ჯერჯერობით სულ ეს იყო. იმედია თქვენთვის საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ კვლავ ისურვებთ მსგავსი ვიდეოების ნახვას, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობა ყურადღებისთვის.